ძიბილ. ო გამარჯობა ყველას, მე ვარ ირაკლი. როგორც იქნა გამოთვლა, იწყება მოტოსეზონი და დღევანდელ ვიდეოში ჩემ მოტოს შევამზადებ სეზონისთვის. დავაყენებ რამდენიმე მოდიფიკაციას, რომლებიც იმედია თქვენს გამოგადგებათ. ასევე 1-2 სიტყვით შევეხები მაყუჩების კანონს, ამიტომ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე და არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერაც. ახლა განახებთ თუ რას ვაყენებ. მოკლედ, ეს არის უკანა სტოპი ახალი, ორიგინალი გრიფსები, ორიგინალი სარკეები. ეს არის საჭის ასამაღლებლები, რაიზერები, სხვადასხვა სამაგრები და რაც მთავარია, ეს არის MT-03-ის clutch army, როგორც ქვია. ანუ ქართულად როგორ არის, არ ვიცი, მაგრამ განახებთ მე. და რადიატორის დამცავი, რომელსაც დიდხანს ველოდი, იმიტომ რომ ცალმხარეს ეყენა, ცალზე არ ეყენა და ამასაც დავაყენებ. მოკლედ დავიწყოთ. ეს არის ქართული clutch army და ეს არის უკვე MT-03-ის ოდნავ გრძელი. მე რო შევადაროთ, ოდნავ გრძელია, რის გამოც ჩვენი clutch-ი ბევრად უფრო რბილი გახდება. თავისი მოკლეა და ვისაც F6 ყოლია ან R6 ყოლია, იცის რომ ძალიან უხეში კლაჩი აქვს და შორ მანძილზე ან ხანგრძლივი განაადგილების დროს, ქალაქში სიარულის დროს ძალიან დამღლელი არის და ამ მოდიფიკაციით ჩვენი ცეპლენია დარბილდება და უფრო კომფორტული გახდება. ეგ არის მოკლედ შევცვალე, კარგად ზის. იდეალურად მოერგო როგორც ქარხნული ისი არის, აი სიგრძე რომ შევადაროთ, ამ ხელათი აქვს სხვაობა და რაც მთავარია, განახებთ ახლა. ეს არის ორიგინალი ლევერი. აქამდე, სანამ ამ მოდიფიკაციას დავუყენებდი, ორი თითით ვერ ვწევდი. და ახლა მოდის ჩვეულებრივ. რა თქმა უნდა, ძალა დატანება უნდა, მაინც არ არის იმდენად მსუბუქი როგორც 125-იანზე ან სხვა დაბლ კუბატურიან ძრავზე, მაგრამ იმასთან შედარებით ძალიან დიდი სხვაობაა და ახლა ჩვეულებრივად ვწევ. ქალაქში და შორმანძილზე უკვე უმარტივესად შეუძლებს სიჩქარეების გადართვას ზალის ხმების დატანების გარეშე და მაჯის კუნთების ვარჯიშის გარეშე, ასე რომ ძალიან მაგარი მოდიფიკაცია, რეკომენდაცია ჩემგან. შემდეგი ეს არის საჭის ასამაღლებლები. ცოტა მაღლა ამოწევს და ჩემსკენ გამოწევს საჭეს, რაც შორმანძილზე სიარულს უფრო კომფორტულს გახდის. არ ვიცი, ეს ზოგადად ძალიან გავრცელებული მოდიფიკაციაა სხვადასხვა სამოგზაურო და ტურინგ მოტოებზე და ნახოთ, სადოთ როგორი იქნება, გაუმჯობესებს თუ არა გადაადგილების კომფორტს. ნახოთ. რაც შეეხება სარკეებს, მოკლედ ეს არაქარხნული სარკეები ძალიან ქარხნულად აქ აქვს პლასმას სპეციალური ხურელები, სადაც სარკე უნდა დამაგრდეს, აი განახებთ. ორიგინალ ქარხნულ სარკეს აქვს ესეთი რეზინის დეკორაციული დამცავი თუ რა ქვია ამას, სადაც აი დააკვირდეთ, შიგნით აქვს სპეციალური სამაგრები და ამ არაქარხნული სარკეების გამო ესეთი ღარები იყო დარჩენილი, რაც ძალიან ცუდად ჩანდა და ნერვებს მიშლიდა ხოლმე. ამიტომ ეხლა შევცვლი დავაყენებ ორიგინალ სარკეებს და ბევრად უფრო ლამაზი და სასიამოვნო სატარებელი გახდება პირადად ჩემთვის. იმიტომ რომ აღარ მომხდება თვალში აი ეს ხურელები, რომელიც ამახინჯებდა ვიზუალს. ეგ დარჩენილ სივრცეში ჩაჯდება ეს წვრილი სამაგრები. სამწუხაროდ ამ დღეს ვიდეოს დასრულება ვერ მოვასწრე, თბილისში მომიწია წასვლა, მაგრამ ეგ არაფერი, ვიდეო გრძელდება. ასევე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ლაიქით ვიდეო, წინ ძალიან მაგარი ვიდეოები გელით და ავიდეთ 1000 გამომწერზე. ახლა კი უცებ გავჩნდებით თბილისში. მოკლედ, ჩამოვედი თბილისში. წინასაბურავი უნდა შევუცვალო ახლა. ზედმაგ შემოხვეული თუ ხედავთ, ლაგუნაში გავალ, უცებ შევცვლი, ბალანსირებას გავუკეთებ და მერე გავალთ, გავიცეირნოთ და განახებთ. მოკლედ რა დავაყენე, როგორ დავაყენე, რა შეიცვალა, რა შეგრძნებებს მაძლევს და ასე შემდეგ. ასე რომ დარჩით არხზე, ჯერ არ გადავთოთ და მოკლედ ნახოთ რა იქნება რა. მოკლედ, მეგობრებო, ეგ არის მოუხოდე მოტო, ყველაფერი გავუკეთე რაც მინდა და სეზონისთვის არის სრულიად მზად. უკვე იწყება სეზონი, ამინდები გამოვიდა. პოლიცია. ნელა მივდივართ, მეგობრებო. ხო და ამინდები გამოდის. დღეს არის 7 აპრილი, შვენიერი მზია, კარგი სითბოა. უბრალოდ რაც წვიმები არის გამოცხადებული მაინც. მიუხედავად ამისა, ამინდები კი გამოვიდა და დათვა, მაგრამ სეზონი დაიწყო თქო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ვინ გაცდის.
ერთი წელი გავიდა მაყოჩების კანონის მიღებიდან და დღემდე არაფერი შეცვლილა. ისევ ისე აჩერებენ მოტოებს, ისევ ისე დასდევენ, ისევ ისე გადაყავთ. ვითომ მიიღეს კანონი, რომ დეციბელების საზომს შემოიტანდნენ და 11 საათის შემდეგ უკვე გააკონტროლებდნენ ხმაურს. მაგრამ არაფერი შეცვლილა, ისევ ისე. ყოველ დღე მხდება პოსტები მოტოების გაჩერებასთან და დაჯარიმებასთან დაკავშირებით. გინდ ქარხნული იყოს, გინდ არა ქარხნული, მაგას უკვე აღარ უყურებენ. უბრალოდ მიზეზი აქვთ და დასდევენ ყველას, ვინც არ მოეწონებათ. ანუ იმის მაგალითად, რომ ორთვლიან ტრანსპორტზე გადაჯდომას ხელი შეუწყონ, რაც საცობებსაც განტვირთავს და ქალაქში მანქანების რაოდენობასაც შეამცირებს. ახლა არავის უხარია საცობში დგომა და გამონაბოლქვის ყლაპო, ანუ თან მანქანები აკრძალეს, რომ გარემოს ურთულდებითო საცობები არისო და არ გვინდა ამდენი მანქანაო და თან მოტოებსაც არ აძლევენ განვითარების საშუალებას, დასდევენ, აჯარიმებენ, ანუ ვერ მიხვდი რა უნდათ და არანაირი ლოგიკა არ გააჩნიათ საერთოდ ამ კანონის მიმღებ ხალხს. არც ამ ხსრულებლებს. ხო და არ ვიცი რა იქნება, მოკლედ. იყო შეკრება, ერთ შეკრებაზე ვიყავი, უბრალოდ გაცნობიტი ხასიათის შეხვედრა იყო, სადაც განიხილეს სამომავლო ვარიანტები, როგორ უნდა შეიცვალოს კანონი, რა უნდა გამოსწორდეს და ასე შემდეგ. მეორე შეხვედრაზე ვერ მოახერხე სამწუხაროდ მისვლა. ხო და არ ვიცი რა იქნება, მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, იგეგმება კიდე აქციები, იგეგმება შეხვედრები, ამიტომ ყურადღებით იყავით, ვისაც გაწუხებთ ეს საკითხი აუცილებლად. გამოიჩინეთ ყურადღება, ინტერესი, დაიდება პოსტები მოტოციკლების სხვადასხვა ჯგუფებში და არ ვიცი იქნება რაღაცას გამოვასწორებთ საერთო ძალებით, ნახოთ რა. ხო, რაც შეეხება ჩემ მოტოს, წერა თქვი და თემა შემეცვალა უცებ. დავაყენე რაღაც მოდიფიკაციები. ხო და მოკლედ, ეს ვიდეო ზოგადად სეზონის გახსნას და სხვადასხვა მოდიფიკაციების დაყენებას ეხებოდა, მაგრამ ეს მაყუჩების კანონიც ცოტა გაურიეთ, იმიტომ რომ ყველას გვეხება და საერთო საქმე არის. ზოგი ამბობს, რომ აი, ძმა, მე ქარხნული მოტო მყავს და არავინ მე ხება არ მაინტერესებს. ჩემიც ქარხნული არის გამშვების სისტემა კოლექტორიდან დაწყებული, უკანა ბაჩოკით დამთავრებული. ტვერსასულტის ხმა აქვს, ძლივს მესმის, ძრავს უფრო დიდი ხმა აქვს ვიდრე გამშვებ სისტემას, მაგრამ არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მაინც აჩერებენ. ქარხნულ მოტოებსაც აჩერებენ და რა ვიცი. ვფიქრობ რაღაც უნდა თქვათ რა, ჩვენი სათქმელი ხო ასე. სირაკლემის პოზაში რო სახარ, ყველაფრის უფლებას აძლევენ მე საკუთარ თავს. ხო და რაც შეეხება ჩემ მოტოს, სეზონისთვის გავამზადე ყველაფერი. გავუკეთე რაც მინდოდა, ძალიან მაგარი რაღაცები დავუყენე. ვიდეოს კი ნახავდით, მაგრამ ეხლა შემაჯამებელ ვიდეოს განახებთ და პლუს შეგრძნებებსაც გაგიზიარებთ. გაჩერდები. რა ვიცი, მე ხო არ დაგორდება და მე არ მომხდება მაინც და მაინც. მოკლედ ხო, ეხლა რაც შეეხება შეგრძნებებს, აი რა მოიტანა ეხლა რა შუაში იყო ის ასამაღლებლები და ან ის კლაჩ-არმი რატო შევცვალე. ჯიგარი, აი საადასრებ რა. მე დავინახე და სპეციალურად გადავიწიე ნაპირზე, მეთქი არ გამოვიდეს გასწრებაზე. რაც გავუგებ. რაც შეეხება ჩვენ ცეპლენის მოდიფიკაციებს. ვერც მეკავე და ვერც ის გავიდა რა. გამომართოს ბიჭები. კლაჩი გახდა ურბილესი. აქამდე, როგორც ვთქვი, ორი თითით ვერ ვწევდი ხოლმე. ძალიან დიდი ძალის ხმევა და ძალის დატანება ჭირდებოდა. ახლა უმარტივესად მოდის და ძალიან დიდი კომფორტი არის. მოკლედ, ვისაც გაწუხებთ, ვისაც ასეთი მოტოციკლი ყავთ და თქვენი კლაჩის უხეშია, დააყენეთ აუცილებლად რა. არინანებთ, ეს არის საუკეთესო მოდიფიკაცია, რაც შეიძლება ამ მოტოზე დააყენო. წვიმამ დაიწყო. შემდეგ ეს არის საჭის ასამაღლებლები. ანუ აი ეგ მიყენია თუ ჩანს. აუ, რამხელა კომფორტი არის. აქამდე, სტრიტი არის, სპორტ ტურინგის კლასი გადის, მაგრამ მაინც შედარებით აგრესიული ჯდომი ქონდა. ოდნავ წინ ვიყავი გადაწეული, თვალად გამართული არ ვიყავი და შორმანძილზე ხელები, ესი დაყვები, მკლავები, ყველაფერი მეღლებოდა ხოლმე. ხო და ეხლა ვარ ისე სწორად ვარ, რაღაც ტაბურეტკაზე ვარ გეგონება წამოჟარი და ასე შემიძლია ვიარო ძალიან ბევრი.
ხო და ამასაც ყველას გირჩევთ, ვისაც სტრიტი ყავთ ან ესეთი მოტო, რომელსაც კომფორტის გაზრდა ესაჭიროება, ან ვისაც შორმანძილზე სიარული გიყვართ, თქვენს გირჩევთ აუცილებლად დავაყენეთ და დაისვენებთ რა. პლუს ამას ეს წინ ჩანგლები იყო დადაბლებული ოდნავ. დაახლოებით 5 სანტიმეტრით ეგეც ამოვწიეთ. ეხლა ვიყავი ლაგუნა მოტოში და მთლიანობაში ისე კომფორტულად ვარ ახლა. კომფორტი გამეზარდა ალბათ ორჯერ მინიმუმ. და რაც ეხლა კოსმეტიკას წვრილმანებს, ზოგადად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ წვრილმან რაღაცეებსაც, აი თვალში რაღაც თუ მხდება ცუდად, აღიზიანებს და ნერვებს მიშლის. და ეს ქარხნული სარკეები, აი ამ რეზინებით ფარავს იმ ადგილებს, წერტილებს, ხვრელებს, რაც ქონდა აქამდე და ძალიან მიშლიდა ნერვებს. ცუდად ჩანდა რა, ანუ და მთლიანობაში ეს სარკეები ბევრად უფრო ხარისხიანია და უფრო მყარი არის, მაღალ სიჩქარეზე ქანაო და უკვე ვიბრაციისგან აღარაფერი ჩანდა, რამე თუ მომყვებოდა. და ეხლა არ ვიცი რა, ბევრად კომფორტულად და ბევრად კარგად გზნობ თავს ამ მოტოზე. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ და სეზონისთვისაც მზად ვარ. ძალიან ბევრი მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი. უკვე Google Map-ი მაქვს გადამწვანებული, ადგილები მაქვს მონიშნული, სადაც მინდა წავიდე. არ ვიცი, ამ სეზონზე აშკარად ვერ მოვასწრებ, იმდენი ადგილი მაქვს შერჩეული. მაგრამ ვეცდები მაინც, რაც შეიძლება მეტი ადგილი მოვინახულო. მაინც მოვყევი წვიმაში. დამწუხაროთ. კაი, არა უშავს. ეგ არაფერი. ახალი მიშელინები მიყენია. წვიმაში ძალიან კარგად მუშაობენ და არ ვიცი, თან გავუტესტოთ მაშინ. ხო, საბურავები დამავიწყდა. ახალი მიშელინი დავაყენე წინაც, უკანაც. წინ მიყენია Road 6, უკან Road 5 GT. კარგი საბურავი არის შორმანძილზე, სასიარულად, სამოგზაუროდ. უნივერსალურია ყველა ამინდისთვის და ქალაქისთვის განსაკუთრებით ასფალტიანი გზისთვის. მოკლედ, სულ ეს იყო. დაგემშვიდობებით. ყველას დიდი მადლობა, ვინც ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და აბა კარგად, მომავალ შეხვედრამდე არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა.